და ანუ კომპანიაც ამბობს თვითონ იმას, რომ თქვენ როდესაც დაუშვათ აქ არის უფასო რეგისტრაციაც, რომ შეათვალიეროთ კაბინეტი, ხომ, ოფისი შეათვალიეროთ და უფასოდ რეგისტრირდებით. მაგრამ კომპანია გეუბნებათ, დროულად მიიღე გადაწყვეტილება, იმიტომ რომ სანამ შენ ხარ უფასოდ დარეგისტრირებული და ფიქრის პროცესში ხარ, ამასობაში ვიღაცამ უკვე ფული გადაიხადა, დაიწყო უკვე მუშაობა კომპანიაში და შენ დარჩი დაბლა და ის ნელა-ნელა ადის მაღლა. და შენ ექცევი დაბლა, იმიტომ რომ ვერ მიიღე ჯერ გადაწყვეტილება. ეხლა უყურეთ რა ხდება, ის მაღლა ვინც დარჩა, ვინც ავიდა. მის შემდეგ მოდის მრავალი ხალხი, ასევე თქვენც მის ქვეშ აღმოჩნდით. თქვენს ქვეშ ყოფი ისიც თქვენ მის ქვეშ აღმოჩნდა. მაგრამ თქვენს ქვეშ მყოფი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას და გადაიხდის ფულს და ასევე დაიწყებს მოღვაწეობას, ისიც გაგასწრებთ თქვენ და ავა მაღლა. აი რატომ აქვს მნიშვნელობა, მეგობრებო, დავიკავოთ ჩვენი პოზიცია და დროულად მივიღოთ გადაწყვეტილება. იმიტომ რომ ის ვინც მაღლაა, თავის დაუნებურად, რაც უფრო მაღლა ხარ, მით უფრო მეტი ადამიანი რეგისტრირდება შენს შემდეგ და ის ადამიანები პოტენციურად ჩვენ სტრუქტურაში ჩაჯდებიან და აი ამ შანსს უშვებ ხელიდან ფიქრი და ეს არ უნდა გაუშვათ ხელიდან. აი ამით თქმა მინდოდა. აბა მეგობრებო, თუ ჩვენ შევიკრიბეთ, იმიტომ რომ კითხვები დავსვათ, მესმის ძალიან გაგვიგზავნა, მაგრამ რამოდენიმე კითხვას მაინც დავუთმობთ დროს და შემდეგ შევიკრიბებით ასევე კითხვები. პადროისთვის. გისმენთ. თუ შეიძლება რომ იყოს კიდე შეკითხვა. ყველაფერი მომწურავი იყო ქალბატონო. ამ შეკითხვა არ აქვს, ამომწურავი იყო ყველაფერი პასუხი. წარმატებები. არავის გაქვთ მეგობრებო შეკითხვა? ან რამის დამატება თუ გსურთ? ქალბატონო ნანა, შეიძლება. შეკითხვებია შემოსული ცოტა რამ მარკეტინგის შესახებ, რადგან აქ ბრძანდებით საინტერესო იქნებოდა თქვენგან გაჟღერებული. მადლობთ. მაშინ მე კარგი იქნებოდა ვიზუალურად რომ მეჩვენებინა ეს ყველაფერი. თუ არა თქმა უნდა შესაძლებელი. ხო, უბრალოდ საკმაოდ დროს წაიღებდა მე მესულის მოვდა, უბრალოდ იქნებ უფრო მოკლე შეკითხვები და მარკეტინგთან დაკავშირებით. არ ვიცი როგორ მოვიქცე, იმიტომ რომ საკმაოდ დროს წაიღებს და ხა ვიზუალურად მინდა მარკეტინგი თუ რაღაცა გაჩვენოთ და ეს იგივე პრეზენტაცია გამოვა, იმიტომ რომ საკმაოდ დრო უნდა ამას გამოვუყოთ და რა ვიცი, შევეცდები მაინც ყოველ შემთხვევაში მოკლედ მაინც შევეცდები რომ გაჩვენოთ ეს მოხდა. ხედავთ ეკრანს? კი, ხედავთ. აი, აქ ეს არის მეგობრებო, ვინც არის ის ჩვენი back office-ი. და ეხლა მე მინდა შევიდე გადახდის გეგმაში. აი როგორც ხედავთ, აგერ ჯერ ვნახოთ, აი ეს. აი უყურეთ, აი ეს არის უჯრედები, სადაც ადამიანები ვარდებიან. წარმოიდგინეთ, ეხლა აი აქ არის მაგალითად პიროვნება, ბრინჯაოს სტატუსში, ეს წითელი ფერისაა, ბრინჯაო და მათ ქვეშ წარმოიდგინეთ მის სტრუქტურაში მოქცეულია, როგორც ხედავთ, აი ოქრო. აი აქ ზუსტად სულ სხვანაირად არის აქ ყველაფერი, როგორც ქსელურებში ასე არ არის. წარმოიდგინეთ, იქ ქსელურებში სტატუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქ ადამიანს, როდესაც ის მაღლა დგას. სტატუსები ყოველთვის ზემდგომებს აქვს და დაბლა მდგომებს ფაქტიურად
აი სტატუსი ეს შეუძლებელია რომ დაუშვათ აი ესეთი სტატუსით ადამიანი იყოს უფრო დაბლა სტატუსიანის ქვეშ და როგორც ხედავთ ეს პიროვნება ბრინჯაოა ამას ყავს ფაქტიურად მოყვანილი პირველად ორი ადამიანი რა თქმა უნდა მე კიდეც წამატა მაგრამ ჯერ ვერცხლამდენაც არ არის მისული მაგრამ მის სტრუქტურაში არის უკვე ოქრო აი ეს იმას ნიშნავს რომ აქ შრომა ფასდება ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა რომ შრომა ფასდება და არ აქვს მნიშვნელობა მაღლა ხარ დაბლა ხარ კომპანია გაჯილდოვებს შენი შრომის და მიხედვით და აი ესეთი სახით აი ადამიანები როდესაც აი მოხვედით თქვენ მოიყვანეთ ადამიანი და აქ რობოტი აქ ჭკვიანი რობოტია რომელიც გადანაწილებას აკეთებს ამ ადამიანებს და განალაგებს თქვენ სტრუქტურაში და წარმოიდგინეთ ეს რობოტი როდესაც რეგისტრირდება ადამიანი თქვენ დარეგისტრირდეთ და მაღლიდან დაბლა მოყავს ეს ადამიანები და მარცხნიდან მარჯვნივ განალაგებს და აი თქვენ მარცხენა მარჯვენა ფერში დავყავთ ადამიანი და შემდეგ მათაც მოყავს ვიღაცები და ასევე უყურეთ მაღლა აი ამ ბრინჯაოს ყავს ასევე მაღლა ადამიანები ხო ზედა სპონსორები რომლებიც მუშაობენ აქტიურად მუშაობენ და როდესაც მათთან აი ესეთი უჯრედებია მათთანაც ის ზემდგომ სპონსორებთან და როდესაც ეს უჯრედები ივსება და იქ აღარ რჩება ადგილები თავისთავად რატომ არის აქ ნაჩვენები მარტო ეს უჯრედები ხო ეს რომ ივსება აი ახლა რასაც ხედავ აი ის რომ შევსებული ხდება აი ეს რამოდენიმე უჯრედი რასაც ხედავ შემდეგ იქ აღარ რჩება იმ ზემდგომებს ადგილი და აქედან გამომდინარე რობოტს ისინი ჩამოყავს უყურეთ მარცხენა მხრიდან ჩამოყავს და მისი ადამიანი ვინც მან მოიყვანა შეიძლება მისი პირადი იყოს მაგრამ ის ხდება მარცხნიდან აი უყურეთ აი აქეთ დაბლა და ეს შესაძლოა ეს ადამიანი დაბლა წითელს რომ ხედავს ბრინჯაო იყოს ზემდგომისგან წამოსული ადამიანი რომელიც მოხვდა ამ ბრინჯაოს სტრუქტურაში ხედავ ესე იგი აი ეს ხდება აი ესეთი სახით როგორც კი არ რჩება უჯრედები მაღლიდან თქვენი მოყვანილი ადამიანები ხდებიან თქვენ მოყვანილების ქვეშ მათი მოყვანილი ადამიანები ხდებიან მათ მოყვანილების ქვეშ და ამიტომ ახაზგასმული ამაზე მეგობრებო რომ როდესაც შეივსება და მილიონები და ძალიან ბევრი ადამიანი შემოვა და თქვენ შემდეგ იქნება ის ადამიანები დარეგისტრირებული რა თქმა უნდა ის ადამიანები საწავლენ კომპანიაც მაგას ამბობს უყურეთ აი აქ არის სამი цаრიელი უჯრედი აი მაღლა რომ აღარ დარჩება ადგილი რობოტი არის სწორედ დაპროგრამებული ისეთი სახით და ჭკვიანი რობოტი ქვია ამას რომელიც როცა დაინახავს რომ აი ეს სამი უჯრედი цаრიელია თავისთავად ჩამოიყვანს იმ ადამიანებს მარცხნიდან განალაგებს და ჩასვავს ამ цаრიელ უჯრედებში და ასეთი სახით მეგობრებო შეივსება ის ჩვენი საფეხურები ის ჩვენი დონეები რასაც ლეველებს ვეძახით მე მიტომ დავამატე ეს ტერმინოლოგია საფეხურები და დონეები იმიტომ რომ უმრავლეს ადამიანებს რატომღაც ლეველები არ ესმის რაც ნიშნავს და ამიტომ სხვადასხვანაირად გავმარტავ ამ სიტყვას ამიტომ აი ესეთი სახით ნელა ივსება თქვენი სტრუქტურა და აი როგორ ივსება ლეველები ეხლა გადავიდეს გადახდის გეგმაში და გაჩვენებთ რა ლეველებზე და რა საფეხურებზეა საუბარი. აი აქ ეხლა თქვენ ხედავთ აქტიურად პირველ ბონუსს. პირველი ბონუსი არის მოწვევის ბონუსი, პირველადი მოწვევის ბონუსი. ანუ ეს რაც ნიშნავს? თქვენ მოხვედით, მოიწვიეთ ადამიანი და თქვენმა მოწვეულებმაც მოიწვიეს ადამიანები. თავისთავად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემო ძვირფასებო სიღრმეებს, თუ რა სიღრმეები გაგვაჩნიეთ ჩვენ. აი როგორც ხედავთ, აქ არის ურეიტინგო, აქ არის ბრინჯაო, აქ არის ვერცხლი, ოქრო, პლატინა და ბრილიანტი. უყურეთ ახლა, რაც უფრო ნაკლებია სტატუსი, როგორც ხედავთ, სიღრმეც უფრო ნაკლები აქვს. რაც უფრო იზრდება სტატუსი, სიღრმეც იზრდება. აი უყურეთ, აი ბრილიანტს აქვს უკვე 10 სიღრმე. სულ არის 10 სიღრმე პირველადი მოწვევის ბონუსში.
ეს რას ნიშნავს? ესე იგი, თქვენ მოიყვანეთ, თქვენ დარეგისტრირდით, მოიყვანეთ ორი ადამიანი, თუნდაც ერთი ადამიანი და იმ ერთი ადამიანის თუ მოიყვანს კიდევ ადამიანს, რა თქმა უნდა, იმ მოყვანილისგან თავისთავად თქვენი მოყვანილი ადამიანისგან თქვენ გერიცხებათ 50% პირველ რიგში. ხო, მან მოვიდა, გადაიხადა თავისი $50, ამით იყიდა ბიზნესი და აქედან გამომდინარე ამ დადებული თანხის 50% გერიცხებათ თქვენ. შემდეგ მასაც მოყავს ვიღაცა და ეს მეორე ხაზი გეხსნებათ, როდესაც თქვენ ბრინჯაო ხდებით თავისთავად ორი ადამიანი მოიყვანეთ და თქვენი ორი ადამიანისგან თქვენ უკვე დაგერიცხათ 50%, ანუ $50, ანუ თქვენი გადახდილი თანხა დაგიბრუნდათ უკან. ასეთივე სახით მათაც მოყავთ ხო ადამიანები და მათი მოყვანილი ადამიანების და თქვენ როგორც ბრინჯაოს გეხსნებათ მეორე ხაზი და მეორე ხაზში თქვენ გერიცხებათ 10%. ანუ როდესაც თქვენ ხართ ბრინჯაო, თქვენ მეტი სიღრმე აღარ გექნებათ. ამიტომ რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენ ვისწრაფობდეთ სტატუსის გაზრდისთვის? იმიტომ რომ შეხედეთ, უკვე როდესაც თქვენ ბოდიშით გადადიხართ სტატუსში ვერცხლით, თქვენ გეხსნებათ უკვე 4 სიღრმე და აქედან გამომდინარე ყველა ეს 4 სიღრმიდან ვინც იწვევს ადამიანებს, თქვენ პირველ ხაზში 50% გერიცხებათ, მეორე ხაზში 10% გერიცხებათ და შემდეგ მეორე ხაზიდან ასევე რომ მოიწვევენ ადამიანებს, მათგან 4 სიღრმეში გერიცხებათ 5% თანხები. და ასევე ხა გავალოთ თვალი, ხო, ოქროს უკვე ეხსნება უფრო მეტი სიღრმე, პლატინას კიდევ უფრო მეტი სიღრმე ეხსნება და ასევე უკვე ბრილიანტს ეხსნება უკვე 10 სიღრმე და აი ეს 1%, რომელსაც თქვენ ხედავთ მეათე სიღრმეში, ეს 1% არის უამრავი ადამიანი და უამრავი ადამიანიდან 1% ეს არის უკვე ძალიან დიდი თანხა, ეს არის პირველი ბონუსი, მოწვევის ბონუსი, რომელიც ჩვენ გვაძლევს ყოველი ადამიანი, ვინც იწვევს აი ამ პროცენტულობას. ამიტომ უნდა შევეცადოთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავზარდოთ ჩვენი სტატუსები, რათა სიღრმე გაგვეხსნათ და ჩვენ გარდა თვიური შემოსავლისა, რომელზეც საუბრობთ და გლობალური ბონუსისა, რომელიც თვიური ხელფასია, ჩვენ გვექნება თავისთავად მოწვევის ბონუსშიც აი ესეთი დიდი სარგებელი და ყოველკვირეულად დაგვერიცხება თანხები. ყოველკვირეულად ჩვენ თუ აქტიურები ვიქნებით ამ მიმართულებით და თუ შევეცდებით, რომ ჩვენი სტატუსები გავზარდოთ, აი ამ ყველასაგან ჩვენ 10 სიღრმეში გვექნება ძალიან დიდი შემოსავალი ბონუსების სახით. და ეს არის პირველი ბონუსი, რითაც ჩვენ ვიწვევთ ადამიანებს და ვინც იწვევს ჩვენი მოწვეულები, იწვევენ ჩვენ მოწვეულებს და ასე შემდეგ ვრცელდება ეს მოწვევის ბონუსი, რომელიც გვაძლევს აი ასეთ შესაძლებლობას. შემდეგ მოდით, რა თქმა უნდა, ეს არის შემდეგი გლობალური ბონუსი და გლობალური ბონუსი ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები, რომლებიც არიან ჩამონაცვლი მაღლიდან, ჩვენი ზემდგომი სპონსორებისგან, როგორც წეღან უჯრედებში გაჩვენეთ, ანუ აქ ჩვენ სტრუქტურა იხსნება როგორი სახით, იცით? ესე იგი, ჩვენ მოვედით, დავრეგისტრირდით, ჩვენ ზემდგომი სპონსორებიც ასევე მუშაობენ ჩვენს მაღლა, მათი დარეგისტრირებული ადამიანებიც ხდებიან ჩვენ სტრუქტურაში. შემდეგ მათი მოწვეული ადამიანებისგანაც შესაძლოა აღმოჩნდეს ვინმე ძალიან აქტიური და მანაც განაგრძოს ეს ხაზი და მანაც ბევრი ადამიანი მოიყვანოს, ეს წარმოიდგინეთ, ეს თქვენი მოყვანილი არ არის. ზემდგომის მოყვანილი ადამიანი აღმოჩნდა თქვენს ქვეშ, როგორც წეღან გაჩვენეთ პუბლიკებში, უჯრედებში და შემდეგ მანაც აქტიურად განაგრძო მუშაობა. და ეს ადამიანი თქვენ შეიძლება სულ ერთი ადამიანიც რო იყოს სიტყვაზე ასეთი აქტიური, რომელიც აღმოჩნდა შემთხვევით თქვენ სტრუქტურაში და მან აქტიურად იმუშავა,
შეიძლება მარტო ამ ადამიანმა თქვენ გაგიხსოთ თქვენი აი ეს საფეხურები, რომელიც თქვენი სტატუსისთვის არის გათვლილი, ეს ბრინჯაოსის, ვერცხლისის, ასე შემდეგ ყოველს თავისი საფეხური ეზრდება, თავისი ლეველი ეზრდება და აი ეს ადამიანები შეგივსებენ. ანუ აქ ჩამოდიან ვინ და ვინ. ესენი არიან, როგორც წეღავთ, ზემდგომი სპონსორებისგან მოწვეული ადამიანები, რომლებიც აღმოჩნდებიან თქვენ სტრუქტურაში. მათი მოწვეული ადამიანების აქტიური მოღვაწეობით მათ სტრუქტურაში დამატებული ადამიანები თქვენ სტრუქტურაში ჯდებიან და ასევე თქვენი მოწვეული ადამიანებით, რომლებიც აქტიურად მუშაობენ და ასევე ისინიც გიზრდიან ამ სტრუქტურას და თქვენი ლეველები ნელა-ნელა ივსება ეს თქვენი საფეხურები და ასევე წარმოიდგინეთ მაღლიდან, გვერდიდან, თქვენი მოწვეულების მოწვეულები და აი ეს ყველა ერთად ავსებს თქვენ გლობალურ ბონუსს. მეგობრებო, აქ მატრიცა არ არის. აქ ბინარი არ არის. აქ არ არსებობს მარჯვენა მარცხენა ფეხი კი არის აღნიშნული, მაგრამ ჩვენ არ ვზრუნავთ იმაზე, რომ მარჯვენა ფეხში ჩავსვათ, მარცხენა ფეხში ჩავსვათ. ამას ყველაფერს აკეთებს ავტომატიზირებული რობოტი, ჭკვიანი რობოტი, რომელიც ბევრად თქვენზე სამართლიანად ანაწილებს ამ ადამიანების განლაგებას აკეთებს ძალიან ჭკვიანურად, ძალიან სამართლიანად და ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვით დავიძინოთ, რადგან რობოტი ჩვენს საქმიანობას შეასრულებს ჩვენს მაგივრად. ამიტომ ეს ყველა ადამიანი თქვენ გივსებთ ამ ლეველებს და როგორც ხედავთ, აქ არის სხვადასხვა ლეველი. შეხედეთ, აქ არის 15 ლეველი იხსნება. უყურეთ, როდესაც თქვენ ხართ უბრალოდ მე მოდით პასიურზე ცალკე ვისაუბრებ და პირდაპირ ბრინჯაოდან დავიწყებ ლაპარაკს, როდესაც თქვენ ხართ ბრინჯაო და ვერცხლი, თქვენ გეხსნებათ 13 ლეველი. მაგრამ 13 ლეველის შესაბამისად, ეს რომ ივსება, შეივსო დაუშვათ 3 ლეველი, 4 ლეველი, 5 ლეველი და ყველა ლეველს აქვს თავისი რიცხობრივად თავისი რაოდენობა ადამიანების და აი ამ რაოდენობის მეშვეობით, რა თქმა უნდა, დაუშვათ პირველ ლეველში თქონდა ყავდეთ 2 ადამიანი, შემდეგ 4 ადამიანი, შემდეგ 8 ადამიანი, შემდეგ 16, შემდეგ 32, 64 და ასე შემდეგ. ხო, ეს ლეველები იზრდება და თქვენ როდესაც უკვე ნახევარ ლეველამდე მაინც უკვე შევსებულია ის რაოდენობა ადამიანების, რომლებიც უნდა იყოს ამ ლეველზე, მაგალითად მე-7 ლეველზე რამდენიც უნდა იყოს, იმდენი ადამიანი თუ უკვე არის და მე-6-ში, მე-5-ში, მე-4-ში, მე-3-ში, მე-2-ში და პირველში უკვე შევსებულია ლეველები, თქვენ უკვე გარკვეულ ხელფასზე ხართ გასული და თქვენ ეს ყოველთვიურად გერიცხებათ და რამდენიც ემატება აქ მე-9 ლეველი, მე-10 ლეველი და მე-11 და ასე შემდეგ, რა ლეველით შესაბამისია თქვენ სტატუსთან, რა თქმა უნდა, ასეთი სახით თქვენ ხელფასი, ყოველთვიურად თქვენი ხელფასი იზრდება, გემატება, მაგრამ ეს ხდება სტაბილურად, ყოველთვიურად, მაგრამ სტაბილურად მზარდი, სისტემატიურად იზრდება ეს ხელფასი. სანამ მივად თქვენ იმ ლეველამდე, რა ლეველით გათვალისწინებულია თქვენი სტატუსისთვის. ამიტომ 13 ლეველი ეხსება ბრინჯაოს და ასევე ვერცხლს, მაგრამ უყურეთ რა განსხვავებაა ბრინჯაოს და ვერცხლს შორის. თავისთავად, როდესაც 13 ლეველი შეივსო, თქვენ გადიხართ თანხაზე ყოველთვიურზე, უკვე რომ შეივსება წეღარაზე ვსაუბრობდი, $4,000-ზე, $4,095, მაგრამ გვალად ვიტყვი, ხო, $4,000-ზე გადიხართ, როდესაც შეივსება თქვენი 13 ლეველი, ვერცხლის და ბრინჯაოსი. მაგრამ უყურეთ რა განსხვავებით, იმ განსხვავებით, რომ ვერცხლს აქვს მეტი სიღრმე და ამიტომ ვერცხლს უფრო მეტი შეღავათი აქვს matching ბონუსში. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. და იმ matching ბონუსში, რომელსაც ახლა მე შემდეგ გაგიხსნით, რა შემოსავლებია. აი matching ბონუსში აუცილებელია გქონდეთ სტატუსი, რომ სტატუსის და მიხედვით თქვენი სიღრმე იყოს ასევე გაზრდილი და აი სიღრმიდანაც ამოგივიდეთ matching ბონუსი. ანუ ვერცხლს და ბრინჯაოს, როგორც დავინახეთ, ერთი და იგივე შემოსავალი აქვს $4,000, როდესაც შეევსება ეს საფეხურები, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ვერცხლს აქვს 4 სიღრმე და ამიტომ იმ 4 სიღრმიდან ამოუვა ის matching ბონუსი, რომელზეც ახლა მე ვისაუბრებ შემდეგში. და
და ასევე ოქრო და პლატინა მოდის, რომელსაც ეხსნებათ 14 ლეველი, ორივეს ერთნაირად და ასევე აქაც იგივე განსხვავებაა სიღრმეების, იმიტომ რომ აქ პლატინას უფრო მეტი სიღრმე ამოსდის, ვიდრე ოქროს. ამიტომ ის უფრო მეტსარგებელშია და უფრო მეტი აქვს მათში ბონუსი აქედან გამომდინარე ჩეკის ჩეკი, ასე ქვია ამას და ანუ ოქრო, როდესაც შეავსებს თავის ლეველებს და პლატინა, ისინი გადიან $8,000-ზე მრგვალად დამრგვალებულად ასე გამოდის. ხომ ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი ამავე დროს მზარდი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამას თავისთავად ბონუსებიც ემატება, ხომ? ასეთი სახით აქაც იგივე განსხვავება უბრალოდ სიღრმეებში, მაგრამ რაც შეეხება ეს სტაბილურ თანხად თვიურს, ეს არის $8,000. და ასევე შემდეგი ბოლო ეს არის ბრილიანტი, რომელსაც აქვს ასევე 2.5% ერიცხება თითოეული ადამიანისგან, ვინც მის სტრუქტურაში აღმოჩნდება და აი ამ შევსებით პლუს მათში ბონუსით, რა თქმა უნდა, ის გადის $16,000-ზე, უпростоრად ის გადის $16,000-ზე და ამას უკვე ემატება ასევე მათში ბონუსი და მათში ბონუსი ეხლავე გეტყვით რა არის. თავისთავად ეხლა აქ ისევ დაბრუნდები და ვხედავთ, რომ სიღრმე მეტი აქვს, ეხლა ჩვენ ნახეთ, ხო, აი ეხაც სიღრმე მეტი აქვს, ხო, ფაქტიურად. აი ეს მათში ბონუსში უყურეთ, აი აქ სიღრმე აქვს 5, ხო, ოქროს მეტი, ბრილიანტს აქვს 5 სიღრმე ეხსნება და უყურეთ, აი აქ ბრილიანტს ისევ მეხუთე სიღრმიდან შემოდის 3% მეხუთე თაობაში. აი უყურეთ ეხლა რა ხდება. აი ეს ადამიანები, რომლებიც თქვენ სტრუქტურაში გლობალურში მოხდებიან, ეს არის მეორე ბონუსი, ეს არის თვიური შემოსავალი, თვიური ხელფასი, ყოველთვიური და შემდეგ ამას მოყვება თავისთავად წეღარაზეც საუბრობდი, ვიმეორებდი მათში ბონუსი და ასევე მათში ბონუსი რას ნიშნავს ეხლა გეტყვით. მათში ბონუსი არის ის, რომ როგორც პირველად ბონუსი იყო, მოწვევის ბონუსი, რომ 50% გერიცხებათ თქვენ როცა მოიწევთ ადამიანს და მე ის რომ მოიწევს იქაც ასევე 10% გერიცხებათ სტატუსის და მიხედვით, აქაც ზუსტად ესეთი რაღაცაა, ანუ იქ თუ უბრალოდ მოწვევის ბონუსია და ის ხდება ერთჯერადად ის დარიცხვა. აქ ეს არის სისტემატიური სახის და თქვენ რომ აქ გამოიმუშავეთ სიტყვაზე ამ ბონუსში, მეორე ბონუსში, გლობალურში, გამოიმუშავეთ სიტყვაზე 2,000, 4,000 სტატუსის და მიხედვით 8,000, 16,000, ეს თქვენი ხელფასი თავისთავად ყოველთვიურად გერიცხებათ, სანამ ამ ხელფასებამდე მიხვალთ შუალედში, რა თქმა უნდა, როგორც გითხარით, ეს დაიწყება $100, შეიძლება მერე 300, მერე 500, როგორც თავბატონმა იმ გამროთქვა, ხო? მე არ ველოდი ასეთ რაღაცას და დროთა განმავლობაში ვხედავ, რომ ყოველთვიურად მეზრდება ეს შემოსავალი. აი ზუსტად ასე იქნება თქვენი შემოსავალი მზარდი და ყოველთვიურად უფრო და უფრო მეტი იქნება და მაგალითად თქვენ გახვედით რაღაცა შემოსავლებზე და თქვენი მოწვეული ადამიანები, რომლებიც ასევე გავიდნენ უკვე ხელფასებზე, პირველ ხაზში ეს არის უსასრულოდ მზარდი მოწვევის საშუალება, თქვენ შეგიძლიათ სისტემატიურად მოიწვიოთ ადამიანები პირველ ხაზში და ეს მაგალითად არიან ჩვენთან პარტნიორები, რომლებმაც მოიწვიეს, რა ვიცი, 500-ზე მეტი, 700-ზე მეტი, უკვე და 800-ზე მეტი. აი ესე ვთქვათ, აი ძალიან ბევრი ადამიანები მოიწვიეს, გარდა იმის, რომ მათ პირველადი მოწვევის თანხები აიღეს, ეს ერთჯერადი თანხები, როდესაც მოწვევაში გვიხდის პირველ ბონუსში კომპანია, ასევე ეს ადამიანები პირველ ხაზში, რომელთაც მოვიწვევთ თუ ყველას, რამდენიც არ უნდა იყვნენ 5, 10, 15, 100 არ აქვს მნიშვნელობა. როგორც კი გავლენ გარკვეულ თანხებზე, მაგალითად, ერთი ადამიანი პირველ ხაზში გავიდა სიტყვაზე თავდაპირველად, სანამ წამოწყებულია სიტუაცია $300-ზე, მეორე ადამიანი გავიდა $500-ზე, მესამე თქვენი პირველ ხაზში მოწვეული გავიდა $1,000-ზე, ან უფრო მეტზე და ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ, მათ დაერიცხათ თავიანთი $300 თქვენ კომპანიამ იმ თვეში და ყოველთვიურად ირიცხავთ მისი შემოსავლებიდან 50%. ესე იგი, ეს რას ნიშნავს? მასერიცხება $300, 150 თქვენ იმ ხელფასთან ერთად, რომელიც თქვენ გერიცხებათ, გემატებათ ამ ადამიანისგან. მეორე პიროვნებას, რომელიც მოიწვიეს,
ის ავიდა უკვე სიტყვაზე $400-ზე. ივლისი $400-დან $200 გერიცხებას თქვენ. ასევე ავიდა $1000-ზე გერიცხებას $500. შემდეგი პიროვნება ავიდა $5000-ზე 2500 გერიცხება და ასე შემდეგ პირველი ხაზიდან თქვენ ყველას გერიცხება 50%. რამდენიც არ უნდა მოიწვიოთ, კომპანია უხვად გიხდით ამაში თანხას და 50% დამიჯერეთ. ეს არის სენსაცია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, როგორც თვითონ კომპანია სენსაცია და საერთოდ რევოლუცია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მართლაც. აი ესეც ზუსტად ის სენსაციური განაცხადია კომპანიის მხრიდან, რომ აი ასე უხვად გვიწილადებს ამ თანხებს და ყველა პირველი მოწვეულისგან გვირიცხავს 50%. წარმოიდგინეთ, ახლა თქვენ გახვედით სიტყვაზე ბრილიანტი, ახვედით თქვენი $16,000 გერიცხებათ ყოველთვიურად და პლუს თქვენ სისტემაში თქვენ აღმოჩნდა, რა თქმა უნდა, თქვენი მოწვეული აღმოჩნდა ასევე დიდ სტატუსში, ავიღოთ ისევ და ისევ ბრილიანტი და თქვენ $16,000 ემატება $8,000 იმ ადამიანის 50%. ხო ხდებით ეს რა სერიოზული თანხებია. და თქვენ ხომ ერთი არ აკავთ სიტყვაზე მოწვეული, მოიყვეთ 2 მინიმუმ, ხო? ან 3. აი ამადგან თქვენ 50% რო დაგერიცხებათ, ეს რას ნიშნავს, ხო? შემდეგ უკვე სტატუსის მიხედვით, რა თქმა უნდა, სიღრმეები ეცნება, შემდეგ მოდის 10%, 5%, 3% და ნუ როგორც ხედავთ, მეხუთე თაობაში უკვე 3%-ია, ეს არის უშველებელი თანხები, მეგობრებო და წეღან მე ვიზეც მოგიყევით თქვენ, რომ აი ეს ადამიანი, რომელიც დაიღუპა, მას თავისი აი ეს ბონუსი, აი რასაც ჩვენ ხედავთ, გლობალური ბონუსი, არ აქვს ძალიან დიდი, იქ მითითებულია მისი ბონუსი, რამხელა თანხას ირიცხავს ყოველთვიურად, მაგრამ ზუსტად აი ამ მესამე ბონუსიდან აქვს მას აი ეს დანარიცხი $53,000. აი ზუსტად ეს matching ბონუსი ყველაზე ესეთი სასიამოვნო და გემრიელი ბონუსია, რომელიც ჩვენ გვაძლევს უშველებელ შემოსავალს. მართლაც უშველებელ შემოსავალს. ნუ შემდეგ აქ მოდის თავისთავად გაყიდვები, ცალობითი გაყიდვები და ასევე ამ გაყიდვებში ჩვენ იგივენაირად როგორც მოწვევის ბონუსში გვერიცხება თავისთავად 50% სიღრმეებით და მიხედვით თუ ბრინჯაოვართ, ვერცხლად თუ რაღაც აღარ გავმეორდები, იგივე პრინციპით ირიცხება აქაც თავისთავად თანხები და შემდეგ არის აქ უკვე არის საბითუმო გაყიდვები, ჩვენ თუ გაყიდვებით ვიქნებით დაკავებული, აი აქ საცალო დრო ყიდით აქ ეს არის ეს დარიცხვები და აქ კიდე არის საბითუმო, როდესაც აი არის ესეთი რაღაცაც რომ შეიძლება ადამიანმა ყიდოს $2,500 პროდუქტი. ასეთი სახით თავისთავად იმ ნაყიდი პროდუქტიდან დაუშვათ ის კლიენტია, ხო, საბითუმო კლიენტია და ჩვენთვის როგორც პარტნიორისთვის რა თანხაც ჯდება ეს $2,500, რა თანხაც ჩვენთვის ჯდება იმ საბითუმო ყიდველის ფასი რაც არის და ჩვენი ფასი როგორც პარტნიორის ფასი რო დაწილდება ნახევრად იმის 50% გვიხდის ჩვენ კომპანია და პლუს დამატებით იმის გამო რომ საბითუმო კლიენტს მივყიდეთ პროდუქტი ის ასევე საჩუქრად ვიმატებს 10% და აქედან გამომდინარე ჩვენ გვერიცხება 60% ამ გაყიდვიდან და ზუსტად აი ამ სქემით მიდის შემდეგ 5000-ის თუ შეიძინა თავისთავად ასევე 50% იმ შუალედი თანხიდან რაც არის თქვენი ფასი და კლიენტის ფასი იმისი 50% გერიცხება და ასევე 20% აი ამ დიდი თანხის ვაჭრობა რომ აწარმოებს თავისთავად კომპანია იხდით საჩუქრად ასევე 20% გიმატებს და საერთო ჯამში 70% გერიცხება და აი ესე რომ მივყვეთ $10,000, $25,000, $50,000 და ასევე კომპანია როგორც ხედავთ გიზრდით საჩუქრად 30%, 40%, 50% და ასე შემდეგ და აი ბოლოში $50,000 გაყიდვებზე რომელსაც გადავდივართ თუ ასეთი თანხის პროდუქტი გავყიდეთ ამ თანხის შესაბამისი, მაშინ ჩვენ კომპანია ასევე გვირიცხავს 50% და ასევე 50% საჩუქრად გვაძლევს და ეს გამოდის რომ ჩვენ გვერიცხება 100% ამ გაყიდვიდან. აი ესეთი მაგარი სერიოზული და მნიშვნელოვანი ბონუსები აქვს კომპანიას
თუ მარკეტინგში როგორ ვარდებიან ადამიანები ჩვენ სტრუქტურაში ამის ვიდეო მაქვს გაკეთებული ამას შემდეგ უფრო სხვანაირად და ვიზუალურად გაჩვენებ და უფრო საინტერესოდ ვიდრე კაბინეტში შეიძლება ეს გაკეთდეს ამიტომ დაელოდეთ იმ ვიდეოს და აუცილებლად მოისმენთ იქნება შევეცდები რომ რაც შეიძლება მალე მოვაწესრიგოთ ჩემი ტექნიკის სიტუაცია და ეგ ვიდეოები დავდო საერთოდ ყველაფერთან დაკავშირებით თუნდაც 2+2 და ეს თუნდაც ეს ბონუსები და ეს მარკეტინგი და ასე შემდეგ და აუცილებლად სრულყოფილად გექნებათ არა კაბინეტში არამედ ცოტა სხვანაირად. ამიტომ აი ეს არის და შემდეგ უკვე მოდით რა თქმა უნდა უკვე ბრილიანტის ერთ-ერთი ბონუსი არის ბრილიანტი უფრო სწორედ გვირგვინოსანი ბრილიანტი რომელიც ფაქტიურად კომპანიის შემოსავლებიდან 2% ღებულობს და ეს უკვე ძალიან დიდი თანხებია ჩვენ არ ვიცი ახლა რამდენად მივახტევთ ამ სტატუსს და რამდენად ჩვენთვის პერსპექტიულია ერთი ვიცი რომ ჩვენი სპონსორი უშუალოდ ჩემი სპონსორი ქალბატონი ალა მიუტვის ამ სტატუსისკენ და ფაქტიურად სურვილი აქვს რომ გვირგვინოსან ბრილიანტი ავიდეს და აი მიმართულებით მუშაობს ამ ეტაპისთვის მას აქვს დიდი ამბიცია და ყოველთვის ჰქონდა ასეთი ამბიცია და მიუტვის აქეთე თუმცა როგორც ბრილიანტს მას ერიცხება თავისი შემოსავლები, მისი ლეველები ჯერ არ არის შევსებული, ის ბრილიანტის სტატუსშია უკვე, მისი ლეველები ბოლომდე არ არის შევსებული, რაღაც უკვე ცოტა დარჩა, რაღაც 2-3 ლეველი სრულყოფილად რომ იყოს შევსებული და ის გავა $16,000-ზე, ყოველთვიურ შემოსავალზე ამჟამად $10,000 და ზარდი, რა თქმა უნდა, ნელა-ნელა იზრდება ეს და თავისთავად matching ბონუსი ეს ყველაფერი ერთად გაძავებული მას ერიცხება საკმაოდ დიდი თანხები, ასევე ყოველკვირეული ბონუსებიც, იმიტომ რომ მუშაობს და გაჩერებული არ არის და ეს ერთჯერადი ბონუსებიც ერიცხება და ის არის საკმაოდ დიდ თანხებზე, საკმაოდ დიდი შემოსავალი გააჩნია, რომელსაც აუცილებლად თქვენ გისურვებთ გულწრფელად და ეხლა უყურეთ რა ხდება, რა არის საოცარი, რაც არ ხდება არცად არც ერთ ქსელურში, არც ერთ კომპანიაში, არცადაც არ ხდება, რომ კომპანია როგორც ბრილიანტს მას საჩუქრად ყოველთვიურად ურიცხავს $6,000 საერთო შემოსავლებიდან. აი უყურეთ, $6,000 პლუს თავისი თანხებისა. აი ისე უბრალოდ საჩუქრად ჩუქნის. აი ესეთი საუბარი ჰქონდა ერთხელ ერთ-ერთ მექსელესთან, რომელმაც როდესაც თქვა რომ კომპანია ამ შემოსავლებიდან ჩუქნის თანხასო, იმ ადამიანმა თქვა რომ ჩვენც გვაქვს იქ კომპანიაში გვაქვს ესეთი პრიზებიო და ესეთი ჯილდოებიო, სადაც ჩვენ პროისებს გვაძლევენო და საჩუქარ თანხებს გვაძლევენ წელიწადში ერთხელო და აი ესეთი პასუხი იყო გაცემული ამ ადამიანის მიერ, რომ თქვენ რომ წელიწადში ერთხელ გაძლევენ და შეიძლება წელიწადში 3-ჯერ ამ საჩუქარს, მე კომპანია ყოველთვიურად მირიცხავს აი ამ საჩუქარს. განსხვავებას ხედავ? განსხვავება ძალიან დიდია. ამიტომ ვარ საოცრებაში, მეგობრებო, ძალიან მოკლედ აღარ მინდა თქვენი დრო აი ამაში უკვე დავკარგოთ. ну, მოკლედ რაც დაახლოებით აგიხსენით, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი, ამიტომ ჩვენ გვაქვს აი ესეთი 6 ბონუსი და ყველაზე მნიშვნელოვანი ბონუსები ამ ეტაპისთვის თუ არ ვყიდით და არ გავყიდით, არის ეს 3 ბონუსი, ანუ პირველი მოწვევის ბონუსი, მეორე არის გლობალური ბონუსი, სადაც ჩვენ 2% ნახევარი გვერიცხება ყველა ადამიანისგან და იქ ყველანაირად ადვილად ივსება ის სტრუქტურა, იმიტომ რომ ყველა მხრიდან არის იქ ჩამონაცვლი ადამიანების და მით უმეტეს ახლა რომ გაიზრდება კომპანია, კიდევ უფრო მეტი იქნება ის ადამიანები ადგილს ვერ იპოვიან ფაქტიურად და რობოტი თავისთავად ჩვენს ქვეშ მოათავსებს ამ ადამიანებს, აი პასიურებიც კი, აი ახლა პასიურზე გავამახვილებ ცოტა ყურადღებას, პასიური ადამიანიც კი, როდესაც არავის არ მოიწევს, აი მაღლა ჩამონაცვლი ადამიანებისგან მას ეხსნება 12 ლეველი მხოლოდ და მხოლოდ და ეს პასიური ადამიანი, რა თქმა უნდა, სტატუსებში არ გადის, მას სიღრმეები არ ეზრდება, მას მხოლოდ აქვს გლობალური ბონუსი. დაიმახსოვრეთ, პასიურ ადამიანს აქვს მხოლოდ და მხოლოდ გლობალური ბონუსი, საიდანაც ეს 2% ნახევარი ერიცხება, მაგრამ ზემდგომი ადამიანებისგან, როდესაც მას ჩამოუვა ეს პერელის რომ ვიძახით, ხომ ეს ჩამონასხი ადამიანების, მერე იმ ადამიანებში შეიძლება როგორც წეღანთვი აქტიური აღმოჩნდეს ვიღაცა და
ძალიან ბევრი ადამიანი მოიყვანოს და თავისთავად იმ ადამიანის მეშვეობით მას ისევ გაეზრდება და ვინც ის რამდენი აღმოჩნდება ეგეთი აქტიური ადამიანი მის სტრუქტურაში ამ პასიური სტრუქტურაში და ის აქტიური ადამიანები აი მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი თვითონ არაფერს არ აკეთებს, მხოლოდ $100 იხდის და 75%-იანი ფასდაკლებით სარგებლობს, აი ეს ყველა ადამიანი მას მოუტანს შემოსავალს, იმიტომ რომ თითოეული აქტიური ადამიანი, ვინც მის სტრუქტურაში მოხდება და ის ჯგუფებს შემოიყვანს, თითოეული იმ ჯგუფის თითოეული ადამიანისგან მას 2.5% ადამიანებისგან შემოუვა თანხები და გაიზრდება ეს ყველაფერი, ხო? და აქედან გამომდინარე, როდესაც ეს პიროვნება ავა 12 ლეველზე და შეავსებს სრულყოფილად ამ ლეველებს, აი ამ შემთხვევაში ის ადამიანი გადის $2000-ზე, არა ერთჯერადად, არამედ ყოველთვიურად, მეგობრებო. ყოველთვიურად ადამიანი, რომელიც არაფერს არ აკეთებს. აი ეს ნელა-ნელა შეივსება. ერთი განსხვავებით აქტიურებისგან. იმიტომ რომ აქტიურები რაც შეიძლება აქტიურად მუშაობენ, იწვევენ ადამიანებს და ამიტომ მათ უფრო სწრაფად ეზრდებათ ეს ლეველები, ეს დონეები და ამიტომ ისინი უფრო სწრაფად გადიან ამ თანხებზე. მაგრამ პასიური გადის ძალიან ნელა. გააჩნია ვინ აღმოჩნდება მის სტრუქტურაში, ამაზეც არის დამოკიდებული. თუ არააქტიური ადამიანები აღმოჩნდნენ, მაღლაც და დაბლაც, მაღლი და ყველა ვარიანტში აქტიურია თუ არ არის აქტიური, ფაქტიურად მისი ხალხი აუცილებლად მაინც მოთავსდებიან მის ქვეშ დროთა განმავლობაში და მით უმეტეს ერთი მაინც იქნება იმ მაღლა აქტიური, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ხო ერთი ადამიანისგან არ მოგდის ეს ჩამონაცვლი, არამედ ყველა მაღლა ზემდგომი სპონსორებისგან ჩვენს ხაზში და ჩვენს სტრუქტურაში. აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი ნელა-ნელა შეივსება, მაგრამ თარიღი დრო, ვადა თუ როდის შეივსება და როგორ შეივსება, არცად არ წერია, რადგან ეს არ არის ესეთი რაღაცა ჩამოყალიბებული სტრუქტურა, რომელშიც ზუსტად უნდა ვიცოდეთ რა დროს ვინ აღმოჩნდება ამ ადამიანის ქვეშ, ამ პასიური ადამიანის ქვეშ. მნიშვნელოვანია რომ აღმოჩნდეს აქტიური, რომ უფრო მალე გაიზარდოს. ხომ არის ახლა პასიურები უკვე კომპანიაში, რომლებიც იღებენ $200, უკვე $300, $400 და აქტიურად შემოსავალი გაზარდია, იმიტომ რომ მათ სტრუქტურაში მიუხედავად ის, რომ პასიურები იყვნენ, აღმოჩნდნენ აქტიური ადამიანები, მაღლიდან ჩამოსულები და დაბლა, ვინც აქტიურად უკვე იმუშავა. აი იქიდან უკვე ეს ეზრდებათ მათ ლეველები და უკვე დარიცხები აქვს და პასიურობის მიუხედავად ის უკვე ჯიბიდან აღარაფერს აღარ იხდის. ფიურსაც ყოველთვიურად იხდის უკვე ფაქტიურად კომპანიის დარიცხული თანხებით და ასევე ყველაფერი ხდება კომპანიის დარიცხული თანხებით. აი ასეთი პერსპექტივები გვეშლება წინ, მეგობრებო, და ნამდვილად ეს შანსი ჩვენ არ უნდა გაუშვათ ხელიდან. აი, რა ვიცი, რამდენად მოკლედ მოვახერხე, ეს მაინც ისეთი საკითხი იყო, ასე მოკლედ ვერ მოხერხდებოდა, რა თქმა უნდა, ბევრი საინტერესო რამე ხდება საერთოდ ჩვენთან კაბინეტში და ერთ შეხვედრას ალბათ დავუთმობ, რომ მთლიანად გაგაჩნოთ კაბინეტი და ზუსტად იცოდეთ სად რა ხდება და აი დღეს გუში მაგალითად აღმოაჩინე ადამიანი, რომელიც უკვე არის კარგახანის სტრუქტურაში, რაღაცა მომენტი ვაჩვენე და პირველად ნახა ის მომენტი და არ იცოდა, რომ იქ მართლა ეს რაღაცა ფუნქციის ნახვა შესაძლებელი იყო. აი ეს არის რითიც მათ მინდოდა. ნუ გენეალოგიას შევეხებით სულ ცოტათი. გენეალოგიაში ჩვენ და აი ეს ჩვენ ვხედავთ ჩვენ ლეველებს, როგორ იხსება ნელა-ნელა და აქ უყურეთ აი პირველი ლეველი აქვს შევსებულია უკვე 2 ადამიანია, მეორე ლეველი აქვს შევსებულია უკვე ანუ 4 ადამიანი, აი მესამე ლეველი ბოლომდე არ არის შევსებული, აქ უნდა იყოს 8 ადამიანი, 8 ადამიანი, მაგრამ აქ არის როგორც ხედავთ 5 ადამიანი, ხო? ამიტომ აკლია უკვე. ხო 3 ადამიანი რომ დაემატება, აი მესამე ლეველიც უკვე შევსებულია. შემდეგი მოდის უკვე 16 უნდა იყოს, ხო? აქ არის 8. ანუ უნდა დაემატოს კიდე 8 ადამიანი, რომ ეს ლეველიც შევსებულად ჩაითვალოს. ხდები? აი ამას აქვს მნიშვნელობა. შეიძლება თქვენ ბოლომდე, ნახეთ, ამ ბოლომდეა სავსე, მაგრამ რომელ ლეველზეც რამდენი ადამიანი უნდა იყოს, იმდენი ჯერ არ არის. ამიტომ ეს შემოსავლები ნელა-ნელა იქნება,
როდესაც უკვე აი მერვე ლეველზე უკვე, მეოთხე ლეველზე უკვე დაუშვათ ზუსტად ის რიცხვი იქნება, ან მეშვიდე ლეველზე ზუსტად ის რიცხვი იქნება, რამდენიც უნდა იყოს, აი ნახევრამდე რომ იმოუყვე და მთლიანად იქნება შევსებული ეს ლეველები ან ნახევრამდე, აი აქ თუ სიტყვაზე მე-13 ლეველზე თუ ადამიანი უნდა გავიდეს $4,000-ზე, აი ამ შუალედში ფაქტია რომ უკვე რაღაცა გარკვეული ნახევარი თანხა, ნახევრის ნახევარი დაერიცხება, ხო? აი ეს არის მნიშვნელოვანი და როგორ უნდა ვნახოთ თუ ჩვენ სტრუქტურაში ვინ არის და რომელ ლეველზეა ის ადამიანი? აი აქ უყურებთ ეს ადამიანები უკვე აი აქ უკვე მითითებულია, ვინ ბრინჯაოა, ვინ ვერცხლია, აი ხედავთ, აი ფერების და მიხედვით ხდებით ვინ არის ვერცხლი, ვინ არის ბრინჯაო და ასე შემდეგ. და აი ამ ყველა ადამიანისგან გლობალურ ბონუსში ჩვენ შემოგვდის აი ეს თანხები, matching ბონუსი და აი ეს 2.5% ამათი დარიცხებიდან. აი ახლა უყურეთ ჩვენ გვინდა მაგალითად ვნახოთ ვინ ყავს, აი ეს ვაჭრები 13 სადაც წერია და გვაინტერესებს ვინ ყავს მერვე ლეველზე. და დავაწექით მერვეზე ამოვიყვანეთ და ვაჭრებით შევცვალოთ ვითარება, ხო? დავაწექით და ეხლა ამოვიგდებს ზუსტად რომ ვნახოთ მერვე ლეველამდე ვინ ყავს. უყურეთ, აი მერვე ლეველზე აქ არის 48 ადამიანი. და აი გვიჩვენებს ვინ რომელ ლეველზეა და აი აქ უყურეთ, აი აქედან უკვე ვხედავთ ჩვენ. აი პირველ ლეველზე ყავს, აი ესა და ეს ადამიანის სახელი და გვარი წერია. აი შემდეგ ნახულობთ, ნახეთ მეხუთე ლეველზე ვინ ყავს. შეხედეთ, აი ეს ადამიანი. და აი ჩამოთვლილია რომ აი ეს უყურეთ, აი ლეველების და მიხედვით ჩვენ ვხედავთ ვინ რომელ ლეველშია. აი ესე მერვე ლეველში არის ეს ადამიანი, აი ჩამოთვლილია. ზოგი პასიურია, ზოგი ვერცხლია, ზოგი ეს არის, ზოგი ის არის. აქედან გამომდინარე ჩვენ ვხვდებით კონკრეტულად ვინ ყავს და ჩვენ შეგვიძლია ამ ლეველებზე ვიმუშაოთ, ხო? აი ეგ რომ ხედავთ სიცარიელია და უნდა გაისვოს ეს ლეველი, აი უნდა ცოტა გავააქტიუროთ ეს ადამიანები, რომ მათ შეასვან ის ლეველები, რომელიც ჩვენ გვაკლია, ხო? აი მე-6-ზე გვაკლია 2 ადამიანი, უნდა შევეცადოთ, რომ აი რაღაცაერთ გავააქტიუროთ ის ადამიანები, რომ აი ჩვენი მე-6 ლეველი რაღაცნაირად შეიცვლოს. თუ გაჩერებულია ამ სიტუაციაში, ანუ ჩვენ შეგვიძლია რაღაცნაირად ზემოქმედება მოვახდინოთ ამ ყველაფერზე. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ყოველთვის გადავამოწმოთ რა ხდება ჩვენ სტრუქტურაში და ვინ რომელ ლეველზეა. დაიმახსოვრეთ, ხო? აი ეს გავდივართ ლეველებზე ვაჭრებით, აი აქ უჯრედი რომ არის დონე წერია, მის გვერდით ვაჭრებით, ვაგდებთ რომელი ლეველი გვაინტერესებს, მე აი ამ ლუპს ვაჭრებით შევცვალოთ ვითარება და შემდეგ ვნახულობთ ვინ რა ლეველზეა, რა ხდება და რა სამუშაოა ჩვენგან შესაძლებელი. всё, მეგობრებო, ამაზე დავასრულებ. გამოვალეთ ხვალე აქედან. ძალიან დიდი მადლობა, სრულყოფილად იყო წარმოდგენილი თქვენს მიერ. ქალბატონო ნანა, ეს აინტერესებდა ძალიან ბევრ მიგზელს. დიდი მადლობა. მადლობა ასევე თქვენს და მე მგონი დღეს ალბათ ჯობია ამაზე დავასრულოთ, თუ ეხლა ამ წამოგიტივდივდათ ამ ეტაპისთვის რამე შეკითხვა თუნდაც ამ ბონუსებთან დაკავშირებით და მარკეტინგთან დაკავშირებით და თუ არაფერი კითხვები არ გაქვთ, მაშინ დავასრულოთ დღეს მე მგონი ძალიან გაგიძებდა, ხო მეგობრებო? ბედნიერად. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. პრეზენტაცია იყო, ყველაფერი ამომწურავი პასუხი იყო და წარმატებებს გისურვებთ სულ ყველას. მადლობა ნანა, მადლობა ყველა აქ მონაწილეს, ვინც სიტყვით გამოვიდა. მადლობა. დაუძანდებოდეთ, კარგი დღე. გადაგზავნებოდეთ, მაშინ წარმატებას გისურვებთ ყველას. ჩვენ შევეცდებით რა თქმა უნდა რომ ასეთი შეხვედრები გავაკეთოთ, ეს არის რა თქმა უნდა პრეზენტაცია. ეს იყო უბრალოდ ფაქტიურად უფრო შევიკრიბეთ იმისთვის, რომ კითხვა-პასუხები ყოფილიყო, მაგრამ როგორც ხედავთ, კითხვა-პასუხები არ მოხერხდა, უფრო ინტერვიუება დაიკავა დრო და ძალიან საინტერესო ინტერვიუები იყო, ასე ვფიქრობ. ყველას მადლობა, ვინც მიიღო ინტერვიუში მონაწილეობა და ასე საინტერესო წარგვიდგინეს კომპანია, თავიანთი ემოციები
თავიანთი ეს აღთოვანება და ასე შემდეგ, რომელიც მე ვფიქრობ ძალიან დადებითად იმოქმედებს ყველა ადამიანზე, ვინც აქ ესწრებოდა და შემდეგ ვინც უკვე მოისმენს ამას ვიდეოში და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ შედეგს ადევს ეს ყველაფერი, უღრესი მადლობა ამ თანამშრომლობისთვის, თანამონაწილეობისთვის და ყველას გისურვებ, რომ ამ ძვირფას კომპანიაში მალე დაინახოთ თქვენი თავი და ძალიან მალე ყველა დაგინახოთ ბრილიანტის სტატუსში. ვეცდები, რომ მე მაგალითი გაჩვენოთ ასეთი სახით. წარმატებებს გისურვებ, კარგად გრძანდებოდეთ, უღრმესი მადლობა. უღრმესი მადლობა, გმადლობთ. მალე ბრილიანტის სტატუსი. ეს მადლობა ქალბატონო ნანა, საინტერესო ჩართვა იყო ნამდვილად. მადლობა თქვენ ყველას. კარგად გრძანდებოდეთ.